მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, დღეს გთავაზობთ ვიდეო გაკვეთილს თუ როგორ უნდა გავხსნათ დავა AliExpress-ზე იმ შემთხვევაში თუ თქვენს მიერ შეძენილი ნივთი გამყიდველმა გააგზავნა სხვა მისამართზე. სანამ ვიდეო გაკვეთილის ახსნას დავიწყებდე, მე კიდევ ერთხელ მინდა მოკლედ გაჩვენოთ თუ როგორ ხდება Service VPN-ზე დარეგისტრირება და ასევე შემდგომ ნივთის გამოწერა AliExpress-დან Service VPN-ის მეშვეობით. რომლის დახმარებით ჩვენ უკან დავიბრუნებთ დახარჯული თანხის 7%-ს უკან. ძვირფასო მეგობრებო, გაითვალისწინეთ შემდგომში, რომ მე ყველანაირად დავეხმარები მხოლოდ იმათ და გავცემ ნებისმიერ შეკითხვებზე პასუხს, ვინც დარეგისტრირდება ჩემს მიერ მითითებულ ლინკით Service VPN-ზე და ამ სერვისის მეშვეობით გამოიწერს ნებისმიერ ნივთს AliExpress-დან და ასევე სხვა ინტერნეტ მაღაზიებიდან. ვინც არ დარეგისტრირდება ჩემს მიერ მითითებული ლინკით ამ სერვისზე, სამწუხაროდ მე ვერანაირ დახმარებას ვერ გაგიწევთ შემდგომში, ასე რომ ყოველივე ეს გაითვალისწინეთ. ჩემს მიერ მითითებული ლინკები განთავსებულია ვიდეოს ქვევით აღწერაში. რეგისტრაციისთვის საჭიროა შეხვედრით ამ ბმულზე. უნდა გაიაროთ რეგისტრაცია. დარეგისტრირების შემდეგ უნდა დააყენოთ Service VPN-ის პლაგინი. თუ როგორ ხდება ყოველივე ეს, შეგიძლიათ ნახოთ ამ ვიდეოში. დაუბრუნდეთ ჩვენს მთავარ თემას და გავხსნათ დავა. დავის გასახსნელად პირველ რიგში საჭიროა მოვამზადოთ სკრინშოტები, ანუ სურათები. უნდა გადავუღოთ ეკრანს სურათი. შევინახოთ სურათი სადმე. მე ამ შემთხვევაში სურათი შევინახე დესკტოპზე. როგორც ხედავთ, სურათი შენახულია დესკტოპზე. ხსნით მას, ვამოწმებთ. შემდეგ შევდივართ ამ სურათში. შემოვხაზოთ ჩვენი ნივთის შეკვეთის ნომერი და ასევე შემოვხაზოთ ის ნივთი, რომელზედაც უნდა გაიხსნას დავა. ვიმახსოვრებთ და შემდეგ შევდივართ კვლავ სურათში, ვამოწმებთ, შეიცვალა თუ არა სურათი. როგორც ხედავთ, სურათი შეიცვალა. გადავიღოთ ასევე შემდეგი სურათი, სადაც მითითებულია ჩვენი ნივთის არასწორი მისამართი. შემოვხაზოთ არასწორი მისამართი. გვერდში დავწეროთ, რომ მისამართი არასწორია. გადავიღოთ მესამე სურათი, სადაც მითითებულია ჩვენი მისამართი.
შემოვხაზოთ ჩვენი მისამართი. ასევე შემოვხაზოთ ტრეკ ნომერიც. მივუთითოთ, რომ ეს არის ჩვენი მისამართი. როგორც ხედავთ, თავის გასახსნელად მოვამზადე 3 სურათი. თავის გასახსნელად ვაჭერთ ამ ღილაკს. აქ მივუთითოთ მხოლოდ თანხის უკან დაბრუნება. მოვნიშნოთ, რომ ნივთი არ მიგვიღია. აქ არის შეკითხვა, თუ რა არის დავის გახსნის მიზეზი. ვირჩევთ ამ მიზეზს, რომ გამყიდველობა ჩვენი ნივთი გამოაგზავნა არასწორ მისამართზე. აქ მივუთითოთ ის თანხა, რაც იქნა ნივთში გადახდილი. აქ ვწერთ ტექსტს დავასთან დაკავშირებით. როგორც ხედავთ, მე მოვამზადე ტექსტი. გამყიდველმა გამოაგზავნა ჩემი ნივთი სხვა მისამართზე. გთხოვთ დამებრუნოთ ჩემი თანხა უკან. ტექსტის ჩასმის შემდეგ ვაჭერთ კლავიატურაზე ღილაკს პრაბელი. აქ უნდა ჩავტვირთოთ ის სურათები, რომლებიც ჩვენ მოვამზადეთ დავის გასახსნელად. სურათების ჩატვირთვის შემდეგ ვაჭერთ გაგზავნის ღილაკს. როგორც ხედავთ, დავა გახსნილია. მითითებულია მიზეზი, რომ გამყიდველმა ნივთი გააგზავნა არასწორ მისამართზე. როგორც ხედავთ, ჩაერთო 5 დღიანი ტაიმერი და ამ 5 დღის განმავლობაში თუ ჩვენ გამყიდველმა არანაირი პასუხი არ მოგწერა, დავა ავტომატურად დაიხურება ჩვენ სასარგებლოდ. თუ ამ დროის განმავლობაში გამყიდველმა თანხა არ დაგვიბრუნა, დავა გართულდება და ამ პროცესში ჩაერთვება AliExpress-ის ადმინისტრაცია, რომელიც მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. დავის გახსნიდან გავიდა 1 დღე და როგორც ხედავთ, დავა დაიხურა. აქ შეგიძლიათ
ნახოთ თუ როდის დაგებრუნდება თქვენი თანხა. შევდივარ. როგორც ხედავთ, დავა დახურულია და დამებრუნდა ჩემი თანხა უკან. გამყიდველმა მომწერა წერილი, რომ სადაც წერია ძვირფასო მეგობარო, წუხოთ რომ ასე მოხდა, ჩვენ დავეთანხმეთ დავას, ეს იყო ჩვენი შეცდომა. მაშ ასე მეგობრებო, დღეისთვის ალბათ სულ ეს იყო, რის თქმაც მინდოდა. მადლობთ რომ უყურეთ ამ ვიდეოს. თუ მოგეწონათ დაალაიქეთ, თუ არ მოგეწონათ დიზლაიქი გაუკეთეთ. გამოიწერეთ ნებისმიერი ნივთი 7%-იანი ფასდაკლების სერვის EPN-ის მეშვეობით, ან კიდევ 8% ნახევრიანი ფასდაკლებით ამ შემთხვევაში სერვის EPN Webmaster-ის დახმარებით. ისი ამონეთ და ისარგებლეთ ამ ფასდაკლებებით. სერვის EPN-ის ბმული განთავსებულია ვიდეოს ქვევით აღწერაში. შეგიძლიათ გადახვიდეთ აბონზე და თავად გაეცნოთ მას. თუ რაიმე შეკითხვები გექნება, შეგიძლიათ მომწეროთ აქ Facebook გვერდზე, პასუხს აუცილებლად გაგცემთ. გამოიწერეთ ეს არხი ამანათებით ჩინეთიდან, მომავალში ჩვენ გვერდის უფრო საინტერესო ამანათების მოკლე მიმოხილვა. გაუზიარეთ ეს ვიდეო თქვენს მეგობრებს, ახლობლებს, YouTube-ზე, Facebook გვერდზე და სხვა სოციალურ ქსელებში. მადლობთ, კარგად ბრძანდებოდეთ. მომავალ შეხვედრამდე.